სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებიდან ამოვიკითხეთ უფლის ასეთი სიტყვები. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხებით. ჩვენ ამ წირვაში თავისთავად ცხადია, მით უმეტეს რომ შაბათი დღეა, მიცვალებულები მოვიხსენებთ. ეხლა მიცვალებულთა თვალით რომ შევხედოთ აი ამ სიტყვებს, არა? ნუ განიკითხავთ, რომ არ განიკითხოთ და როგორც შენ განიკითხავ, ისე შენ განიკითხები. ჩვენი თავი რომ ჩავაყენოთ მათ ადგილზე, მიცვალებულთა ადგილზე. მაშინ მოგვინდებოდა, რომ საერთოდ არავინ არ გამგვეკითხა. რომ ჩვენც არ გამკითხულიყავით. რომ არავინ არ გამგვესაჯა, რომ ჩვენც არ გამსჯილიყავით. უფალი ამას ამბობს, რომ თუ არ განიკითხავ სხვას, არ ჩვენ არ განიკითხები, არ განისჯები ღვთის წინაშე და ამიტომაც აი ამბობს უფალი, რომ რატომ ეძებო ბეწვს სხვის თვალში და შენს თვალში კიდევ დიდ მორსაც ვერ ამჩნევ. ძველ ქართულად დვირე წერია. და ხშირად ჩვენ ასე ვართ, რომ ჩვენს დიდ შეცდომას თუ დანაშაულს ჩვენს თავს იოლად ვაპატიებთ და ვერც კი ვხედავთ ხშირ შემთხვევაში და სხვა ადამიანში კიდე რაღაცა პატარა გადაცდომასაც კი ძალიან დიდად აღვიქობთ და არა მარტო აღვიქობთ და ჩვენთვის ფიქრობთ რაღაცას, არამედ საჯაროდ განვშით და განვიხილავთ ამ საკითხს, ესე იგი, რომ ამ ადამიანმა ასე გააკეთა, ისე გააკეთა. არა და ჩვენ ვინა ვართ? ვინ მოგცეთ ჩვენ იმისი ან შემეცნება, ან უფლება, რომ ვიცოდეთ რა სულიერი მდგომარეობა აქვს და რა მიიყვანა ეს ადამიანი ამა თუ იმ ქმედებამდე. ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცით. თუ დავაკვირდებით, აი თითოეული ადამიანი როგორც არ უნდა იქცეოდეს უზნეოდ, არა? თუ შევძლებთ, რომ და არაერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ გაგვიცნია მერე ეს ადამიანი მის გულში, ჩაგვიხედავს რა ხდება და მიხვდარვართ, რომ სხვა მის ადგილზე შეიძლება უარესად მოქცეულიყო. და პირიქით აი განკითხვის სურვილი კი არ გიჩნდება, არამედ თანადგომის სურვილი გიჩნდება და თანაზიარების სურვილი გიჩნდება. მაგრამ შორიდან ადვილია რაღაცა რომ გააკეთო, განიკითხო, შორიდან ერთი შეხედვით რომ შეაფასო. და განკითხვა სწორედ ეგ არის, რომ ადამიანის პიროვნება მის საქციელს გაუტოლო. აი მაგალითად თრალი ადამიანი დაინახე და თქვი, რომ ეს ლოთია. და იმ დათრობასთან ერთად შეიძლება იმ კონკრეტულ დათრობასთან ერთად, გინა 10 დათრობასთან ერთად. ვინ იცის იმის იქით როგორი მეგობარია, როგორი სიტყვაზე ვამბობ მასწავლებელი, როგორი მეზობელია, როგორი მეუღლეა, მამა თუ ასე შემდეგ და ჩვენ კი რა გავაკეთეთ? ეს პიროვნება გადაუსვით რა ყველაფერ მის სიკეთეს ხაზი, გაუტოლეთ ერთ კონკრეტულ ქმედებას და ეგ არის განკითხვა. იმის იქით ვინ იცის რამდენი სიკეთე აქვს იმ ადამიანს. ან ვიღაცას ნახავ, რომ დაუშვათ რაღაცა შეეშალა და მოიპარე რაღაცა და მიაწერ ადამიანი იარლიქს, რომ ეს არის ქურდი. და ვინ იცის, ან რა ვიცი ჩვენ როგორ ნანობს იმას. და ან მეორე მხრივ კიდევ იმის იქით რამხელა სიკეთეები აქვს. მაგალითად ეს ასეთ რაღაცას ყვება წმინდა პაისი ათონელი. ერთ-ერთი დიაკონი იყო, მოკლედ ესე იგი მონასტერში და გაიგო, რომ მის ოჯახის წევრებს ძალიან უჭირდათ. და დატოვა მონასტერი და წავიდა. წავიდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იმ მონასტერში კიდე ბერები განიკითხავდნენ როგორც მონასტრიდან წასულ საერო ცხოვრებაში, თითქოს საერო ცხოვრება უფრო მეტად შეიყვარა, დატოვა მონასტერი და ასე წავიდა. არა და ეს ადამიანი რომ წამოვიდა ქარხანაში მუშაობდა და იმაზე უფრო მეტად
მოღვაწეობდა და თავშეკავებით ცხოვრობდა, ასკეტურად ცხოვრობდა, ვიდრე დანარჩენები მონასტერში. მაგრამ მათ არ იცოდნენ ეს და წმინდა პაისიათონელი ამბობს, რომ ეს ადამიანი რო დაბრუნდა, თუ არა ვწდები სხვაგან მივიდა მონასტერში და წინამძღვარმა აღმოაჩინა, რომ მან ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა, გაუკვირდა და მე იქიდან გამოჩნდა, რომ შეეკითხა და აუხსნა ამ დიაკონმა, რომ როგორი ცხოვრების წესი ცხოვრობდა და მაშინვე უდლად დაასხეს ხელი. და ისინი კიდევ, რომლებიც მონასტერში დარჩნენ და მას მის წასვლის მიზეზი არ იცოდნენ, დღემდე განიკითხავენ. წარმოიდგინეთ, აი. არადა ადამიანი სიწმინდით ცხოვრობდა, სხვებმა კი არ იცოდნენ საქმის ვითარება და განიკითხავენ. ჩვენც ეს ადამიანს შევხედავთ, არ ვიცით რა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე. მის გულში რა ხდება, რა მოტივაცია აქვს, რატომ აკეთებს. ჩვენ კი ჩვენი დაზიანებული სულიერი თვალით მივაწევთ ამას თუ იმას, განვიკითხავთ და რომ ცოდავდეს. ახლა მოდი წარმოიდგინოთ, რომ ცოდავდეს ადამიანი ნამდვილად. კი არ გვეგონოს, რომ ცოდავს, როგორც წეგან ვახსენ. არამედ ნამდვილადაც რომ ცოდავდეს. ვინ იცის იქნება ის, რის გამოც ან რა ცოდვას ჩაიდინა. რამ ხელა სინანული აქვს იმის გამოდან. ღმერთმა უკვე მიუტევა მას აპატია. და გამოდის რა? ჩვენ იმის გამო, რაც უკვე ეპატია მას, ვევართ და განვიკითხავთ და საბოლოო ჯამში ის გადარჩება, ცხონდება თავისი სინანულით და ჩვენ კი მისი განკითხვით შეიძლება ვერ გადავრჩეთ. თუ არადა ადამიანური შეფასება მაინც ძალიან არასაფუძვლიანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ იუდა მოციქულს შევხედავდით, მაშინ როდესაც ღვთის სიტყვას ქადაგებდა, მისი სახელით სასწაულებს აღასრულებდა, ადამიანებს კურნავდა, ვიტყოდით, რომ ეს აუცილებლად გადარჩება და ცხონდება. და ავაზაკი რომ გვეხილა, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო ჯვარცმული, იმ საქმეში, რასაც მანამდე აკეთებდა, ძარცვავდა თუ იპარავდა თუ რაღაცა უზნეო ცხოვრობდა. ვიტყოდით, რომ ეს უეჭველად დაიღუპება ამას რა გადაარჩენს. მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ იუდა დაიღუპა და ის ავაზაკი ცხონდა და გადარჩა. ამიტომ არ ვიცით ჩვენ არც ერთი ადამიანის ცხოვრების დასასრული და მათ შორის არც ჩვენი ცხოვრების დასასრული. დღეს კი ვდგავართ და ღმერთს ვადიდებთ, მაგრამ ხვალ და ზეგ თუ ჩვენ სწორად არ გადავდგით ნაბიჯები, შეიძლება ასე არ იყოს. ამიტომაც იმას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, რაც მას აქვს და სხვისკენ არ უნდა დაიწყოს ყურება, სხვისი განშა და განკითხვა არ უნდა დაიწყოს. არამედ მხოლოდ საკუთარი ცოდვები უნდა გამოჩხრიკოს და უნდა იცოდეს, როგორია თვითონ ადამიანი, რა შეცვალოს, რა გამოასწოროს, რითი მიემსგავსოს უფალს, რა უშლის ხელს ღმერთთან სწორად ურთიერთობაში, რომ მიემსგავსოს ქრისტეს. და ჩვენ თუ გონივრულად შევხედავთ, იმდენი რამე გვაქვს ჩვენში შესაძლებელი და გამოსასწორებელი, იმდენი საშრომი გვაქვს, რომ საერთოდ სხვისკენ გახედვის სურვილი არ გექნებოდა ადამიანს. და პირიქით, თუ ადამიანი საკუთარ თავს კარგად გაიცნობდა და მიხვდებოდა, რომ თუ როგორი რთულია მოიშორო შენი ცოდვა და სათნოება შეიძინო და სხვის ცოდვას დაინახავ, მიხვდები, რომ ისიც თურმე როგორ ბრძოლაში და მისი თანაგრძნობის და გვერდში დგომის სურვილი გაგიჩნდება და არა მისი განკითხვის. მაგრამ თუ ადამიანი თავად არ შრომობს თავის თავზე, აი სიტყვაზე ვამბობ, თავშად სოფელში თუ ვინმეა ისეთი, რომ თავის ბაღში შრომა ეზარება, მან არც კი იცის ის შრომის სირთულე, რასაც სხვა ეწევა, რომელსაც ბაღი მოწესრიგებული აქვს. არ იცის. მაგრამ ვინც თვითონ არის შრომელი, არა? მას ეცოდინება სხვამ რა შრომა გაწია, რომ თავისი ბაღი ესე მოეწესრიგებინა და მის შრომას უფრო მეტად დააფასებს. აი ამაშია საქმე. თუ ხელი არა გაქვს შეხებული იმასთან და ბარის და თოხის დანახვა არ გინდა, არც გეცოდინება სხვამ რა შრომა გაწია ამისათვის. აქაც ესე სულიერ ცხოვრებაში შენ თუ არაფერს არ აკეთებ, იოლად განსჯის სხვა ადამიანებს. იმიტომ რომ არ იცი რა სირთულესთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ ცოდის მოცილება. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. ნუ ილაპარაკებს სხვაზე ნუ რაფერს, ყველა თავისი
სიმძიმე იდირთოს, როგორც მოციქული პავლე ამბობს და ყველამ თავის წოდებიას უნდა იზრუნოს, ესე იგი და იმაზე რომ ღმერთს ემსგავსებოდეს ამდენთვის შესაძლებელი. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მადლობა მამა ირაკლის რომ დღეს ერთში დაგვიდგა. მამა ირაკლი არის დიაკონი, მრავალშვილიანი მამა, 6 თუ უკვე 7. რა მამა? მიბაძეთ ესე იგი. მრავალშვილიანობაშიც და ღვთისმსახურებაშიც და თქვენ შეატყვეთ რომ როდესაც დიაკონი მსახურობს, მსახურება უფრო არის სრულყოფილი. კიდევ უფრო მე დავითნესთან ერთად გალობელი რო ყოფილიყო, აი ეს 4-ვე მღვდელი დიაკონი მე დავითნე გალობელი, ეს უკვე არის სისავსე ესე რომ ვთქვათ. ასე არის აწყობილი საერთოდ საღვთისმსახურო წიგნები. გაჭირება მოიტანა ის რომ მხოლოდ მღვდელი და მე დავითნეც მსახურობს. მღვდელი დიაკონის საკითხებსაც კითხულობს და მე დავითნე კი მგალობლისა და ასე მაინც აღესრულება ხოლმე წირვა, მაგრამ სრულყოფილი რო იყოს მსახურება, საჭიროა დიაკონის და მგალობლებიც. მე ხა დიაკონი დღევანდელ საქართველოს ეკლესიაში დღეს ფუფუნება არის, იმიტომ რომ სასულიერო პირები არ არის ბევრი, მაგრამ აი მგალობელი კი შეიძლება რომ ჩვენც ვიზრუნოთ ამაზე რომ ღმერთმა გამოაჩინოს. ღმერთი შეგვეწიოს ალბათ ამოცილი და გახარებულები გავხდეთ.